გამარჯობათ. ესე იგი ეს შევიძინე ეს პლატა. ანუ როგორ რაღაცა დამემართა. ეს გამოვიწერე AliExpress-იდან. მალე ჩამომივიდა დაახლოებით 20 დღეში. მაგრამ არ მუშაობს. მოკლედ აზრი, ანუ ვარგისია რა. ჩამოვივიდა ანუ სურათში ეს პულტიც იყო, მაგრამ აღარ დავკვირები ვარ, მოყვებოდა თუ ცალკე ეს იყიდებოდა. ანუ მარტო ეს სქემა ჩამოვიდა. მე ეს პულტი გამოვიწერე, ესეც მალევე ჩამომივიდა. ხო, შემდეგ ან არ მუშაობს რა ეს. არ იმუშავა. მე მივედი ბათუმში ვცხოვრობ პლაზაში. ან Facebook-ით გავიგერო იქ იყიდებოდა ესეთ პულტები, ესეთი სქემები, ჭიშკრის დაკეტვა გაღების, ანუ კამერების იყო, საფრთხეების, ავიც ბევრი რაღაცები იყიდება. სხვადასხვანაირები არის ესეთი. ანუ ამაში გადავიხადე 50 ლარი. გაჩვენებთ, რამდენ მეტრზე დაახლოებით 5 მეტრზე გავსინჯე, იქეთ აღარ წავსულვარ მე შორს. ხო, ანუ მეტი დაცილებით მე არ მიწევს. ანუ ჭიშკართან ახლოს უნდა ვიყო, რომ გავაღო. აქ მარტო დაკეტვა გაღების, დააწვევი ჩაირთება, აუშვებ, გაითიშება. ანუ რო დააწვევი მაგალითად ბოლომდე დაიხურება და იშება, მასე არა. ანუ ეს მაგ მარტო ერთ მიმართულებით მაქვს დაყენებული, ბრუნის მიმართულებით. ანუ რო უბრალოდ საჩვენებლად. ყველა ანუ ესეც და ესეც ერთი და იგივე სასრულებს. ეს მეორე, აქეთ არელი ერთვევა. მარცხენა რა და ეს მარჯვენა რა. ანუ უნდა დავაყენო ეს რედუქტორი გაჩვენეთ წინა ვიდეოში. მოკლედ ესეთი შურპავიოტები არის YouTube-ზე. YouTube-ზე რაღა იყო, Facebook-ზე გასაყიდი ინტერნეტ მაღაზიები არის. ხო და ანუ ძვირი არღის დაახლოებით 60-70 ლარამდე, ორ სიჩქარიანი არის. რამდენად გამომდგარი არის, არ ვიცი, ესეც არ ვიცი რამდენად გამომდგარი არის. ხო, მოკლედ ექსპერიმენტს ვატარებ რა, ასე რომ ვთქვათ. ხო და რო ვნახე ახლა მეზობელს აქ ნაყიდი მასე ინტერნეტით გამოწერილი 100 ლარი ღირდა მაშინ. ხო რა, ნორმალურად მუშაობს, ან დაცვა იმ ხრივ რომ ხელს რომ მოკიდებ მაგალითად ეს ორიგინალი არის. მაღალ დატვირთვაზე თავის თითიშება რო არ დაიწვევს მოტორი და ბატარეიკები. ხო და იმას არ ვიცი როგორ არის. მაქსიმუმ ალბათ 5-6 წამი თუ იქნება ჩართული დაკეტვის დროს. ნუ მაქსიმუმ 10 წამი ვთქვათ. 10 წამში კი უნდა დაიკეტოს ჭიშკარი და გაიღოს. ხო და მაგ დროის განმავლობაში რა დატვირთვა უნდა ქონდეს ახლა იმ ხელა რომ გაცხელდეს ან რაღაც დაიმართოს. ან თავარი თავიდან დატრიალება არის და მე უკვე რო აიღებს. ხელით რო გავსინჯე გორგოლაჭებზე ჭიშკრები, პირველი არის რომ მიაწვევი, მე უკვე მიგორავს თავისით. ხო და მე მგონი არ უნდა გაუჭირდეს, ესეც რედუქტორი არის, აქაც კიდე რედუქტორი აქვს, ისიც კიდე ორ სიჩქარიანი იყო. ხო და ნელზე განმოვთავ, წესით დარიგით არ უნდა გაუჭირდეს. ხო, კიდე დენის წყაროს ვფიქრობ, ამ ბატარეიკით რო გამოვიყვანო, მაგალითად ეს 24 ვოლტზე მუშაობს, 12-დან 24 ვოლტამდე. მე ახლა სოფელში ხშირად არ მიწევს, ახლა თვეში ერთხელ თუ ჩავალ. ხო და ან დაახლოებით 40 მეტრი არის ჭიშკრამდე, დენს თუ გავიყვან და ტრანსფორმატორს თუ გავაკეთებ, ანუ იქ პატარა ტრანსფორმატორით თუ დენს მივიყვან, რომ პუსკატელებით მინდა რომ ჩავრთო ეს. ანუ ეს რელე რო არ დაზიანდეს ადვილად პუსკატელებზე დავაერთებ.
მოკლედ ნახავ რა. დავფიქრდები კიდე, როგორ აჯობებს ისე ვიზა.